როცა თვეზე მეტია დედაქალაქის მთავარი გამზირი საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური შეკრებისა და მანიფესტაციის ადგილია, თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია გადაწყვიტა. კალაძის უწყებამ უკვე გამოაცხადა რამდენიმე ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 28.440.441 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად რეაბილიტაცია ჭოველიძის ქუჩიდან იწყება. მოიცავს ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩებს. სრულდება თავისუფლების მოედანზე. ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ახლა კალაძე ახორციელებს, ეს არის რუსთაველის წმენდის ოპერაცია, ასე რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურული პროექტით შენიღბული მიწისქვეშა კომუნიკაციებზე თანხმობა სხვადასხვა კომერციული კომპანიებიდან, როგორიც არის მაგდი, სილკნეტი, GVP და ასე შემდეგ. ეს დოკუმენტები დათარიღებული არის 2021-2022 წლიდან. ანუ 2021-22 წლიდან ფაქტობრივად მზად არის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის შეთანხმებები და პროექტები. სატენდერო დოკუმენტაციითაც დასტურდება, რომ კომპანიებისგან მიწისქვეშა კომუნიკაციების შესახებ ინფორმაცია 2021-2022 წლებში გამოითხოვეს. რამდენჯერმე გაჟღერდა კიდეც, რომ რუსთაველის გამზირი რეაბილიტაციას საჭიროებდა, მაგრამ მერიამ ტენდერი მაინც და მაინც ახლა გამოაცხადა. პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაზე ეჭვი არ გაგიჩნდებოდა, რო არ ქონდეს გამოცდილება, რომ ძალიან აქტიური აქციების დროს თუ გახსოვს რამდენიმე წლის წინ დაიწყეს იქ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია და მაშინ ეს იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ იქ აქცია ვერ ჩატარებულიყო. წინა წლის ბიუჯეტი უნდა გათვალისწინებულიყო. არსებული ბიუჯეტი სრულად რაღაც უნდა მოხდარიყო უკვე დიდი სამუშაოების ჩატარება და ეს ვერ მოხდა. არ შეიძლება ჩვენ დროს არ უთილდებოდეს მერი, რომელიც არის მეურვე დედაქალაქის და მეორეს ხდებოდეს ხარჯების არაეფექტური ხარჯვა. ტენდერების სწორედ ამ დროს გამოცხადებამ გააჩინა ვარაუდი, რომ კალაძის უწყება ამას პროტესტის ადგილის დასაკავებლად გამოიყენებს. კახი კალაძის ეს უსუსური მცდელობა, რომ თითქოს და ქუჩების რეაბილიტაციით, ქუჩების დაკეტვით, რაღაცა მოჩვენებითი კონცერტების ჩატარებით რამენაირად ჩააგდოს მუხტი საზოგადოებაში და გააჩინოს განცდა იმისა, რომ თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება, არის მისი სასოწარკვეთილების და მისი მდგომარეობის რეალური გამოვლინება. რუსთაველის რეაბილიტაციაზე საუბრობთ ჩვენ 2023 წლიდან ზოგადად. დაგეგმილი პროცესი იყო, ასე ვთქვათ, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა დავსვათ შეკითხვა, რატომ მოხდა 2025 წლამდე ამ ყველაფრის გაწელვა და რატომ ხდება ახლა ამ ტენდერის გამოცხადება და შესაბამისი ქმედებების ჩატარება. ასეთი შემთხვევები კალაძის მერობის პერიოდში არაერთხელ ყოფილა. იგეგმებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები სწორედ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელი იყო საპროტესტო აქციები გამართულიყო. სწორედ ასე მოაწყო მერიამ სკვერი ჯერ პარლამენტის შენობის, მოგვიანებით კი მთავრობის ადმინისტრაციის წინ. მაშინ, როდესაც უკვე 27 დღე არის, საქართველოს მოსახლეობა ქუჩაში დგას, გარეთ დგანან და აპროტესტებენ, ლოგიკური არის, რომ ამ პროტესტის ჩასახშობად მაქსიმალურად ყველნაირ ბერკეტს გამოიყენებს რუსული რეჟიმი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რაღაც გავსი ხერხები ცდილობენ ჩვენთან ბრძოლას, ჩვენ გვახსოვს კანცელარიის რეაბილიტაცია, რუსთაველის რეაბილიტაცია, თუმცა პროტესტი ყოველთვის გრძელდებოდა და ახლაც გაგრძელდება. თუ ეს ყველაფერი იქნება რუსთაველის ქუჩაზე, ჩვენი პროტესტი გადაინაცვლებს სხვაგან, აქედან გამომდინარე კიდევ უფრო დიდი დისკომფორტი შეექმნებათ მათ. რუსთაველის რეაბილიტაცია და უწყვეტი საპროტესტო აქციები სულ რომ შემთხვევითი დამთხევა იყოს. კორუფციის მკვლევარებმა ზუსტად იციან, რასთანაა დაკავშირებული ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტები. გვაქვს არაერთი მაგალითიც, როცა პროექტები დროში გაიწელა. სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. საჭირო გახდა ცალკეულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაწყვეტა და ტენდერების ხელახლა გამოცხადება. ეს სქემა საუკეთესოა ეგრეთ წოდებული ატკატების გზით ფულის საშოვნელად. სხვა შემთხვევაშიც იქნებოდა ეს ჭავჭავაძის გამზირი, ქეთევანწამებულის გამზირი, ხიზანიშვილი თუ სხვა, სადაც გავსი წერეთლის გამზირი, სადაც გავსი რეაბილიტაციები მიმდინარეობდა მუდმივად ფაქტობრივად დადასტურებული კორუფციული სკანდალებით, უმნიშვნელოვანესი დეფექტებით ხარისხთან მიმართებით. ასე რომ დიდწილად მათი мотиваცია მსგავსი მასშტაბური პროექტების წამოწყების არის ძალიან ბანალური, ეს არის რაც შეიძლება დიდი ფულის შოვნა ატკატების სახით, სამწუხაროდ რუსთაველის გამზირის მიმდებარე ცხოვრება
ადამიანებს, ზოგადად თბილისში მყოფ ადამიანებისთვის იწყება როგორც ჩანს ძალიან მძიმე პერიოდი, როგორც ნახეთ ჩვენ მაგალითად წერეთლის გამზირის შემთხვევაში. რომელი კომპანიები შეასრულებენ რუსთაველის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ცნობილი 14 იანვარს გახდება. არავინ იცის რა დრო დასჭირდება სამუშაოების დასრულებას, რადგან კალაძის ტენდერების ვადები პირობითია. ფაქტი მხოლოდ ის არის, რომ პროტესტი, რომელიც წყლის ჭაულმა, წიწაკის სპრეიმ, ძალადობრივმა დაშლამ და მოქალაქეების წამებამ ვერ შეაჩერა, შეუძლებელია რუსთაველის სავალი ნაწილის გადათხრამ შეაჩეროს.